გამარჯობა დილა მშვიდობის ვეღარ გავიგე რომელი შუქია კაი კარში ვიყავი გარეთ კარგია მიდია ბავშვებო როგორ ახართ ბავშვებო ტუპი როგორ ახართ ტუპი ო გავიგე კაი გასაგებია დღეს სახლის დღეა სახში ვარ და სახლის დღე განახებთ ნესტისად იყო აი ეხა აი ეტყობა ნახე ხედავთ იქ ეხა ის მოვამშრალებ და აი შეხედეთ აქეთ არ არის ეს არ არის აი ამ ადგილას აქ და სადღაც აი აქ აქონა თუ აქ ზემოთ აქ არ არის ხო და ეხა მაგასაც ფეთქს ვადებ რა რომ ოდნავ შპალიერი ვარ გავხე ხო და აღარ ეტყობა და რა ვიცი აბა სითბო ტრიალებს ხო და რო ტრიალებს იმიტომაც ინესტება ხო და იცი რა გამახსენდა ამ ოთახს დაბლა გავუკეთეთ ეხა რემონტი რო გავაკეთეთ საჰაეროები ხო და ერთი საკათრის ხარეს ერთი აქეთ ხარეს არის აი ეგ დაბლა დაახლოებით დიდი ოთხკუთხედი ერთი აქეთ ხარეს არის რომ იტრიალოს და ის პადვალში ხო და ინდაურები რო იპარებოდნენ ჩემი ინდაურები და ისა ხო გახსოვთ ალბათ იმ ნახვრეტიდან რო დრებოდნენ საკათრის ხარეს და აქედან გამოდიოდნენ ეგ დავლუქე ანუ ავაფარი რაღაცა რომ აღარ შეძვნენ მეთით ანუ ფაქტიურად ჰაერი აღარ შევუშვი გუშინ გამახსენდა ეგ და ავხსენი ხო და აი მაგაზე დიდად იყო გუშინ წინ და ეხა ფაქტი არის რომ აღარ არის ყინვა და ის იგივე ანუ -2-მდე ჩავიდა ტემპერატურა ხო და მაგის ამბავია რა უშვია ფარებული რომ მქონდა ეხა დღეს რო კარგად გამოშრება და გამონიავდება კიდე მე ვნახოთ რა იქნება ეს რეცესრი ჩავიცოთ ახლა საერცხი შევყარე ეხა წესი შეიძლება გამორთული იყოს და ეხა კიდე მეორე უნდა შევყარო დღეს ამაქვს რეცხვა გალების დღე ყავავადუხე და აქ მაქვს აი ეხა უცბად ჩავიცნო და გარეთ გავიდეთ ყავაზე აი ეს ჩასაცველი თქვენ იცით რომ მიყვარს ძალიან აი ძალიან მიყვარს ხო და ხო ადამიანთა ამას რო ხედავ მაშინ მახსენდება თამუნა რომ ვიწერო ამასთან დაკავშირებით არა და წუხელაც ვიჭორავეთ და სულ დამავიწყდა ესე იგი ეს ვირუსები აქ ყველას მასშტაბურად ეს სიცხეები და მოვიკითხებ დასო სიცხე ჰქონდა ასე კარგად ავიწიოთ ხო და ეხა ჩემ ბუწკებსაც ვუშველი აი მოყოლეშორე მაგაზე განერვიულებ გოგოემებზე როგორ აჰა ძნელი იყო ვიცოდე გამექცა აჰა ასე მანიკურები ცოტა გამეცალა ხო და მეორე პირი ხوار გადავისვა იყოს ყოველგვარი ხوار წავისვა მართლა გიჟიბით ეხა ჩავწეროთ ვიდეო ავადავლიოთ და მე დანარჩენი მერე ხო და ამ ზეგაზე ვამბობდი ეს არის ძალიან მიყვარს რომ აცვია რა ესეთი ფართე ზედა სადაც თაგვი არ გამექცეს არსად ძაღლზე აი
აი უზომოდ მომწონს, ძალიან პრაქტიკულია, არ არის ცხელი. ანუ აი თხელი ფულია და ძალიან კაია რა. ხო და თან აი არ გაწუხებს. ყველაზე ცუდი რა არის, იცით? ამას რო ვიცმე. იმ დღეს ზრავი მოუწევს ხოლმე, რომ მილაგება, მოლაგება, დალაგება, გაისა რა უბედურობა. ანუ არასოდეს მეორე დღეს არ მცნია ეს. სულ მინდა ხოლმე რომ ყოველდღე მეწვას ესა და ისე დღეში ვაგდებ ხოლმე რომ მიწევს გამოცვლა. აი ესე. აუ ხმა უნდა ჩავრთა ტელეფონს. დილ. სასაცილო. მეგის მივწერ. ხო, ისა. ზაღლს მშვენივრად ეძინა ხალხო. ერთი არ დაუწყ ბუტონია. ნუ მეც კარგად მეძინა, არ გამიგი. მაგრამ არა, ანუ რამდენჯერმე ჩამოვედი სპეციალურად არ გამოსულა, ეძინა გაგუდულს იყო თბილად. დღეს მინდა ვაჭყუპალავ ცოტა შუა დღის, კარგად ცოტა დიდად ვერ მოძლიერდება მზე, მაგრამ ისე რა მაინც. ხო და ვაჭამე ვასვი დილეს ლაშასთვის და მე დამავიწყდა ეს ჭიის წამალი დამევალებინა. მქონდა ხალხო, ადრე გახსოვთ ვიყიდე კატებისთვის ჭიის და ის ვიყიდე ტილისთვის. ხო და ჭიისა შევინახე, რომ მე დავალევინებ მეთქი რა. ეტყობა გადავაგდე სადღაცას. სადმე არ შევინახავდი, მაცივას შევინახავდი უეჭველში, არა მაქვს. იმ ერთ პატარა თაროზე ვდებ ხოლმე წამლებს და ეგეთ რაღაცეებს. ხო და არა მაქვს. გადავაგდე, რაღაცაში შემერია და მეგონა ძალიან პატარა იყო და გადავაგდე უეჭველი. ხო და მე დავავალებ, ვატაინებ აშკარად ჭია წყავს, დავამუშავებ ჭიაზე. და კაკი ბიჭი იქნება. ხო სახელებსაც შეეხება. რამდენიმე სახელი დაიწერა, მაგას ამოვიწერ. ნინოს რა ნახოთ რა და ნინოს ავარჩევინებ. რატომღაც უხდება ბანცალა დავაძახე წეგა. მოდი ბანცალ მობანცალდი მეთქი ის ესეცილ და ის დიდი ღიპით. ძალიან საყვარელია. რავი ნინო ამოვარჩევს მე ალბათ ან ორივე ერთად რა რაღაც. ჩაპას ქონდა ორი ხმა, ორმა დაწერეთ ჩაპა. და ნახოთ აბა ნინოს მიცემ მაგის მას მე რატომღაც ეს წესი დაბანცალებ და ბანცალა დაუძახე წეგა რამდენჯერმე. წეგა მეგი მომწერა რა. არა. წუხელ გავუგზავნე ეს სურათი. ეს სურათი გავუგზავნე წუხელ რაც მეთქი მაგ წყალში აღარ მაგვახე მეთქი ხელი და მან დაღარავარ მეთქი ჭხილები პირველად გამეძარდა 1 წლის მანძილზე მეთქი. ხო და ქალივითა ხარო და დაპატიჟა რა დღეს თუ მუშაობ გადმოიარე 1.5 საათი თო და მეთქი სახში ვარ და შენამოდი თქო სანამ ბავშვები მოგივლდა. ნახოთ რა ეტყობა საქმე გქონდა ჩემი არ იყოს. საიდან დავიწყო ახლა არ ვიცი, სარეცხეცხო ირეცხება და ამოვალ. მირჩენია შენ მოსულიყავი, მაგრამ არ მოდიხარ და მომენატრე ჯანი ჩემ დაგეწოს. რძალი მწერს ამ. გუშინ წინ სოფოს ნახვა მინდოდა, მაგრამ არ იყო მოსული სოფოჩკა. ვაიდე. ყავა მაქვს ერთი ბოჭკა პამოტანი, არა უშენ რომ მოგძანდება, დავალდე დაიბასთანაც დავვალდე. ასანამეთი ბავშვები სკოლიდან მოვლენ, წამოდი. მე ბარბარე და იონისევ სახში მყავ. ვირუსები, ანუ სიცხები არ აქვთ, მაგრამ ბარბარეს თავის ტკიოდა. იონის ახველებდა. ოღონდ სიცხე აღარ აქვთ. თუ ამ თანმიმდევრობით მივყვები უეჭველი რატომ ვიქექები ქეციანი თუ ამ თანმიმდევრობას მივყვები სადღაც 90 არა 50%-ით ხვალანზე ნინო იქნება ალბათ ამ სიტუაციაში იმიტომ რომ აი ესე მივყვება რა მარტო აქ არა ყველას ოჯახში ეგეთი ამბავი ხდება ხო ოღონდისა ნინო მემგავ ყველაფრით ცუდად როა ხოლმე ისე ძალიან ლაითად გადაივლის ხოლმე ეგ ვიყავი ბავშვობაში ხა მოვიფურტკნე და მოვიშალეთ ხოლე
ხო და გადავარდი. მოიშალე და მოვიფუტკნე თორე, ჰა, შენიღეთ ვიყავი. იცი როგორი სიტუაცია. ადამიანის ბავშვობაში ვისწავლეთ ეგ რაღაცა, ადამიანის ორგანიზმაო, რომ გადაწყვიტო, თუ ორგანიზმი რა შეუშვა ორგანოებმაო. არა, სხეულის კიდურებმა და იმებმა, ხო, რა პრინციპში ყველაფერმა შინაგანმა ორგანოებმაც და გარეგანმა ფიზიკურმა სხეულებმაც გადაწყვიტეს, რომ ისაო აღარ ემუშავათო თუ მოქმედებაში აღარ მოსულიყვნენ და ეგ მემართება ნელა. მე მოიჩებებად აკრძალეს. კბილებმა კაიხანია, კბილებს კაიხანია აკრძალული აქვთ. კიდე რა იყო? რაღაცის ჩივილი, ფეხამდე რამ ჭირდა. ხო, ფეხამდე წელი მდგებოდა. ეხა ფეხი. ეს 3 დღეა თვალი არ მეცეს. ფეხი არა ისე რაღაცა. ხო, რაღაცა მდგიოდა კიდე და არ მახსოვს. ხო, თირკმელებმა ხო ერთი 15 წელია. ერთმა. რავი, ნენა მიყვებიან კაც. ნენა აქციაზე გავლეყოლან. ადრე მახსოვს ესეთი მომენტი. პატარები ვიყავით, არ მახსოვს წლოვანება, რა ვიცი, ახლა დედაჩემი არ იყო ჯერ 40-ის. წარმოიდგინეთ და დაახლოებით მაგასაკის. აი, ჩემი ტოლი იყო დაახლოებით. ხო და იქ ვიყავით ბავშვები თამაშობდით და დედაჩემი და მამიდა ჩემი. აღარ არის მამიდა ჩემი, ცოცხალი ნაირა მამიდა. მამაჩემის დეიდაშვილი იყო, ძალიან ახლო ურთიერთობა და ძალიან ისეთი ძალიან საყვარელი ადამიანი იყო, არ ცხოვრობს ბოლომდე მე მახსოვრებ. ხო ესე რა, ახლა მე გიდრო ამოვა და დავიწყებ. ეგეთ სიტუაცია იყო, რა ვილაპარაკობენ და თქვენს რომ ვაიმეო გული მისკდებაო, ნაირა მამიდა ეუბნეო. 40 რო ვუკაკუნე, ან 40-ისა რო ხდებიო. ხო და ის ხო მომხვდა ბავშვობაში ყურში და მეგონა რომ 40 უკვე ანუ ძალიან დიდი იყო, იმიტომ რომ ამ ადამიანს გული უსკდებოდა, რომ 40 უკაკუნებდა. სულ მეგონა რომ 40 იყო დიდი. ეხლა 38-ის. და რაც უფრო 40 უახლოვდები, ნაირა მამიდას სიტყვები მე მესმის ხოლმე რა. ესე იგი აი არ მახსოვს, რა ვიცი. ამდენი წელს ავიქნებოდი. დედაჩემი არის ჩემზე დიდი, დაახლოებით 23-24 წლით. ხო, რა აი ზუსტად ჩემასაკისა იყვნენ და მე ვიყავი 18-ისა ხო ვარ. აი ნაირა მამიდა ხდებოდა, დედაჩემი არ მახსოვს რა. არ მახსოვს. მაგრამ სადღაც ვიყავი იგი 10 წლამდე. მოიჭველი. ხო და რო ვუახლოვდები ხლა რა ესე 40 წელს ახლა ვფიქრობ. ანუ მაშინ მეგონა რომ დიდი იყო თუ ახლა იხტიბარს არის იხტიბარს ხო სწორად თუ არ იტეხავსო რომ რაღაცა ჩემ თავს. ანუ არ ვარ თქო დიდი. ხო და მე ვფიქრობ ხოლმე რა რომ აი ასაკი რო გემატება. გინდა არ გინდა გემატება, საწაუყვა. კი არის 1000 საშუალებები, სხვადასხვა რაღაცები, რითიც ასაკს ებრძვიან. ბოტოქს, შმოტოქსებით, ოპერაციებით და ასე შემდეგ. და არ მომწონს საშინლად. არ არსებულია, როგორც არ უნდა ყირთამალა დადგე. როგორც არ უნდა მთლიანი გრამობით კი არა კილოობით გაიკეთო ეს ბოტოქსი. მაინც ვერსად ვერ დაემალები ასაკს. ანუ შენ თავს ატყუებ რა. თორე ჯვარი წერია ყველას ვილკით რო და ვილკით რაღაცა ცილით რო დაგვადგება.
ის გვეტყვის ტამეტამე და ტაატავიდეთო. ხო და ფიქრობ ხოლმე რა, რომ ღირს კი ამის გაკეთება, ხო? რატომაც არა კარგად თავს უნდა უვლიდეს ადამიანი, რატომაც არა. მაგრამ თავის მოვლა ძალიან ზოგ ზედმეტები მოძდით, ეხლა მაგალითად ამას წინ ვსკროლობდი რაღაცას ვუყურებდი და ფეხმძიმე ლამაზი გოგო იყო რა, ქართველი, რაღაცა ლეკვი ეჭირა ხელში რაღაცა და გამეკვირდა რა, რომ ეს მეთქი ფეხმძიმეთ არის თქო, ბეგაშვილი შორენა ბეგაშვილი მეგონა რა და უი მეთქი ეს ფეხმძიმეთ ყოფილა მე თან უკვე აი რავი 9 თვის მუცელი ქონდა და ხარა ჩემ ხარჯზე ხომ უნდა ყოლოდა ყოფილიყო რაღაცნაირად რა უი მეთქი ეს ფეხმძიმეთ აი ჩემთვის გავიფიქრე და კომენტარებში შევედი და რა ბეგაშვილი ხარ სხვა ყოფილი ან იმენად ერთმანეთსა გვანან უკვე გეფიცები ინკუბატორის წილები თუ ერთ აი მე რო შავები ყავე ხარ 12-ს 11-ს მასეთები არის ოპერაციებს რო იკეთებენ ესენი ითრასეთ ცხვირი, ტუჩები, წარბები, რავი ყველაფერი. ამ ძვლებს იცლიან რო ეს დაივიწროვონ. ნუ მოკლედ რა. უნდა უვლიდეს კი არა. იმიტომ უნდა უვლიდეს, რომ სარკეშიო ჩაიხედოს სიამოვნოს ადამიანს თავისი სახის დანახვა. არ იყოს მოულელი, რა თქმა უნდა, მაგას უნდა არის ყველა მიზეზ გარეშე რა საქმიანობას თან უნდა ეწევდეს, უნდა ჰქონდეს ქალს იმისი საშუალება და შესაძლებლობა მცირეთი მაინც რომ თავისი გული გაახაროს. ოღონდ აი ყოველთვის მგონია ხოლმე რა, აი ყოველთვის მგონია და ზუსტად ვიცი რომ მართალი ვარ, რომ აი ეს ასაკობრივი ნაოჭი უფრო ლამაზია. ვიდრე ის ცვილის თოჯინის რაღაცის ფიგურა. ხო ეგრე. იზოდელი მეცახს გავხედო. აი მე ღმერთო ყურები დამეხა. აუ ჩავკიდე კარებინეტა. მზეც ვი ბერგულ მოგადგამზე. აი ეს სათვალეებით მეკეთება. ვაი მე დედა. ღმერთო სანამ გავაცილე. მეყურებს ისეთ დღე დაადგა რომ რა იყოს. ასე, გამოვიწერე. მზე ხო გამოვიდა, მაგრამ ისეთ ცივა, ისე ჯობი. ისეთ ცივა რომ რა იყოს. აი, სუსხია გადამბლავებს. ვიდედა. ჯერათის ნახევარიც არ არის. დავალოდოთ 12-მდე და პირველამდე იქნებ გაიღვიძოს. ცოტა გათბესაქავ რომ კატები დღეს არ მიეკარნენ იმას ლეკუს. გამოვიდა შეჭამა შებანცალდა ისევ ბანცალა და ძალიან მიყვარს აი ესეთი რაღაცა. ჟელიბონები. საერთოდ გამორთულა. იმას ვიზავ ხა. აი ეს რატომ მიყვარს. ნუ ეს ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მაგრამ სამისოდ კაია. სამისოდ ძვირფასია. რა მეგი რო გამოვა და ესეც სუსხი იქნება, ან წამოვა და ან არა. გუშინ ძაღლი რა ქოხშით შეუშვი, ეგ ხო კატებისა იყო და კატებს დაუდგი ახლაც, რომ მეთქი შევილენით, მაგრამ არ შედიოდნენ, სულ სხვაგან ეძინათ. ეხა ისე მეცოდებიან. იმ ქოხში ფეხები დავაცალე, დავაძრე. იმ ქოხში ხო შევიდა ძაღლი და იქა წევს. ეხა იქ პლოშატკაზე რომ მატრას და ის გადასაფარებელი ხო უკეთე და იმაზე წვანან, მაგრამ ქარი ხო უბერავს და მგონია რომ მაგრათაც ცივოთ, არა და სამენი ერთად დიდი გუნდასავითაც წვანან. ისიც სასაცილოები არიან და მეცოდებიან, ეხა მგონია რომ იმათ სახელი წავართ, მაგრამ არ შედიოდნენ. აუწყობ მაგათაც აუცილებლად. ეხა ისე მინდა რომ გავუკეთო იქ, გასაძრომი რო არ დაუტოვო. ფიცრებს ნახავ და მივაკრავ იმ ფიცარზე, რომ ერთიანად დავტოვო. ვაი მე მანდ ადი. ესე იგი 2 დღის წინ ჩამოვწმინდი აბლაბუდები საღამოთი, რომ კვირას
რომ ორშაბათს მეთქი სამსახურში უნდა წავიდე და 2 დღე რომ გაძლოს. აი აქ ფანჯარაზე არის შიგნიდან აბლაბუდა. და ყველაზე ცუდი რა არის, აი გამათბობელთან მხარეს. ანუ სადაც ცით ვადის იმ ადგილას იკეთებენ. ეხლა მზე რომ მიადგა ისე სასაცილო თაფჭვრიალდა. ეხლა ჩამოვიო. ვაიდე და ხალათის გარეშე გარეთ გასვლა არაფრით არ შეიძლება. არაფრით ხალათი უნდა მეკიდო სულ აქ. ხლა რომ ჩავიცვა და გავიდე ხო. არაფრით არ შეიძლება გარეთ გასვლა. საერცხისთვის კი იდეალური ამინდია. წამებში დაშრება. აი მე ველოდები თემუს ამანაც იქნებ მოვიდეს ეშველოს და მოვიდეს. რა გამოვიწერე არც ვნახულობ, რაღაცები მახსოვს, რაღაცები არ მახსოვს. არც ვნახულობ, რომ მე მიყვარს ხოლმე. აი სამ. რო აღარ მახსოვს და იქ რო აღმოვაჩენ. ესე იგი რატო ხდება, რომ აი როცა სადღაც ახარ წასასვლელი. მაშინ მაგრა გეძინება ადგომა არ გინდა რაღაცა. დღეს რო ვიცოდი რომ სახში ვიყავი 200 ჯერ გამაღვიძა. დაწე დაიძინე რა, დაწე, დაეგდე, დაიძინე. ვიყავი. არა. აუ კალახოვე მაგ გარეთ და უნდა შემოვიტანო უკვე დროა. მაგრამ ისად დავდო. აქ მედგა ხოლმე. ო, პიანინოსთან მედგა. შესასვლელში. ლიმონი შემოსატანი მაქვს. სად შეიძლება ლიმონის დადგმა. ბარაქის ხერო კუთხეში გადავიტანო. აიქ. შეიძლება დაეტევა? არ მგონია. და მანდრო ლიმონი დავდგა. მერე ნაძვის ხესა დავდგა. აი საბანკეტო დარბაზები რო არის, ხო იცით? დიდი ფოიეები რომ მოხვდები ხოლმე ეს ადგილას და რაღაც. აი სულ ამბობ, რომ ადამიანს ესეთი დიდი მისაღე, ანუ საძინებლები და რამე მისაღები ოთახი, ზალა თუ რაც აქვი. უნდა იყოს დიდი. იკუთხეს მოაწყობ რაღაც ესე დივან კრესლოს, მაგიდას, რაღაცა ცალკე კუთხეს. ანუ იმ ერთ დიდ რაღაცაში ბევრ სივრცეს გააკეთებ, შენებურად. და ესე არ იქნები, სად, იქ დავუმალო თუ იქ დავუმალო თუ იქ დავდო. დიდი რო გავიძდები, ეგეთ სახლი უნდა ვიყიდო. რა, ვერა, როგორ ვერა. ჯერ უბრალოდ არ გავზრდილ ვარ იმ ხელა. აი ყველაფერი პატარა უნდა იყოს, აბსოლუტურად საძინებელი, კუხნა, ეს წუწუկ. ის უნდა იყოს დიდი. სადაც მთელი დღე ატარებ. წავედი ხა გებშდობებით მომავალ ვიდეომდე. გადავიცვა ჩემი ხალათი. და დოფინოს არ ეცა, შევყარო მეორე. შევყარო მესამე, შევყარო მეათე. და პარალელურად ცოტა ოთახს დავამგონა, სანამ ჩემი ბუბულარძალი მოვა. სანამ გადამიმოწმებს. აღმოაჩენს იმას კოიძესავით. თუ მოვიდეს მომოდია, თუ მოდიხარ. ესეც ეს. წავედი ხარ. ბედნიერი დღე ყველას გაიხარეთ. აი, არა და ძილის ამენდია ეს ხედი რა. კაი იყო ყმაწვილობა. გავემსათოთ. მე საქმეს რო ვაკეთებ, ამას არ უნდა ჩამოსწეს. აი ესე ჭურჭელს ვერ დავრეცხავ. აბაბაბაბა. ეს უნდა იყოს ამ მდგომარეობაში. ცივა თუ არ ცივა, ამას ქვემოთ არ უნდა ჩამოსწეს. ხალათსაც აქამდე გადავიკეცავ ახლა. წაველი აბა, ბედნიერი დღე ყველას.
მივხედოთ საქმე დავიწყოთ ხალხნებო.